უკრაინის თემა წამოიჭრა თავბატონმა. ქურდებს შეუნარჩუნა ღირსება, იცით როგორ? შეუშვა ციხეში. გაუფრთხილდა. ქურდების ხვარი ციხე. შეუშვა ციხეში, იცით რა? თქვენგან განსხვავებით. მე არ გაურბივარ არანაირ სიმართლეს და რეალობას რა. მე დავიბადე 46 წლის წინ ამ ქვეყანაში. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც დიახაც კრიმინალური ავტორიტეტები თუ ამოწყვეტილი არიყავი და ვიღაცა საერთოდ არავინ არიყავი, ერთი წამით მე ვსაუბრობ, ეხლა რაზე ვსაუბრობ, ერთი დაწყნარდით მეთქი, დაწყნარდით, მე ყველაფერი ვიცი. ყველას ყავდა ოჯახში, სანათესაოში, მეც მყავდა, ხო, მე მყავდა და მაგას ყვები. ოჯახში ბიძარი უფრო ახლობელი ადამიანი იყო და თქვენ ერთი წუთი შეგიძლიათ მე ვსაუბრობ თემაზე. თქვენ საუბრობთ, თქვენი ეთერი. მე გეუბნებით რა, ერთი წუთი. ყველას ყავდა. ყველას საუბრობთ, თქვენი ხართ. შეიძლება დავასრულო ის თემაზე. ხო, და შემდეგ პასუხი. ყველას ყავდა სამეგობროში. მე ზოგის კლასელი გახდა, ზოგი და არა მე პირადად არ გავმიჯვნივარ ჩემ ადამიანებს, ჩემ მეგობრებს მაგის გამო, მაგრამ როდესაც დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს კრიმინალებს ზოგადად დიახ, მე დაუნდობელი ვიყავი. როდესაც თქვა მიშამ, რომ ყველა წვრილმანი და დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა, დიახ, იმ ნულოვანმა ტოლერანტობამ დაამარცხა კრიმინალი ქვეყანაში და აი 80 წლის პენსიონერს აღარ აცლიან საფულეს ავტობუსში ჯიპიდან და არ აუთოვებენ რა, როგორც ვაზაგაშვილი, ერთი წუთით ახლა, როგორც ვაზაგაშვილი აუთოვებდა. აი ეს იყო და მე ავდექი და ტაში დაუკარი ამ ნულოვანმა ტოლერანტობამ დაამარცხა საქართველოში კრიმინალი და ლოიალურმა დამოკიდებულებამ ისევ აღადგინა 3 წლის ბავშვს კიდურებს რო უთოვებენ. აი ეს პრაქტიკა აღადგინა. 16 მილიარდი. ერთი წამით საყურეების ჩამოგლეჯვა, ერთი წუთი ახლა რა. საყურეების ჩამოგლეჯვა. აი ერთი წამით ახლა. მაგრამ მიშა სააკაშვილმა ღირსება შეუნარჩუნა ქურდებს და უთხრა, თქვენ გენაცვალეთ ქურდების ხვარის ციხე. წადით, აი თქვენ და დაბრძანდით იქ. არც არავინ ფულს არ აწერდა იმათ. არც დენის გადასახადს არ იხდიდნენ. ჭამდნენ, სვავდნენ და ისქენი. ძალიან ხოთ ერთი წამით უნდა მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ერთი წამით რა. ივანიშვილმა ქურდებს აყარა დიახაც ის ქურდული ღირსება გამოუშვა ციხიდან და სასამართლოებზე მოწმეებად გავუშვა ამას ქურდულად რაც ქვიათ თქვენ ძალიან კარგად იცით და აი იმ ქურდებმაც ვინც ახლა მე მიყურებთ რა ბატონ ტრესტა